ის ბავშვი რომ ცემეს მარიამი ქუჩაში 1-17 წლის გოგოსგან რო იყო ნაცემი და კიდევ ვიღაც ბიჭები რო იყვნენ იქ და ვიდეოებს რო იღებდნენ. როგორც გავიგე ამ ბავშვს ქონია საკმაოდ ისე მძიმე წარსული და ეგრეც ზუსტად ეგრეც ველოდი, ეგრეც ვარაუდობდი, იმიტომ რომ ნუ აშკარად კაცის მანერებით ცემდა, აი კაცები რო ჩხუბობენ ხოლმე და ერთმანეთს რო გაიგდებენ ხოლმე წელქვეშ, ანუ დაახლოებით აი ეგეთი მანერებით და ეგეთი სქემით ძალადობდა ამ 13 წლის ბავშვზე და ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცა ძალადობის მსხვერპლი იყო ეს გოგო სავარაუდოდ ვიღაცა რამდენი რომელი მე უბრალოდ ვიარავდა რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მხრიდან ეხლა ზუსტად არ ვიცი ამ ბავშვს რა გამოცდილება აქვს და ნამდვილად ამიტომა რომ გარჩევა უნდა მოხდეს რა სასჯელი ყოველთვის არ არის ხოლმე აუცილებლად ერთადერთი გამოსავალი და ამიტომ ანუ ციხეზე უფრო წინ უნდა იყოს თქვათ რაღაცა ადამიანის რესოციალიზაცია მთავარი მიზანი თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება რომ ციხეს არ არიდოს თავი რა თქმა უნდა ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს მით უმეტეს დიდი ხანია ამ გოგოს სისხლის სამართლებრივი ასაკი უკვე აქვს შესრულებული თუმცა რაღაცა მაინც 17 წლის არის კი საშინელებები გააკეთა კი მარაზმია ეს ყველაფერი მაგრამ უნდა იყოს საშუალება რომ მაინც ეს ბავშვი მოვაბრუნოთ სულ 90 წლის იყოს მაინც ადამიანი არის ყოველთვის ადამიანი მისი ფასი არის შეუცვლელი და მუდმივად ყოველთვის ყველა ადამიანის გამოსწორებაზე უნდა ზრუნავდეს როგორც საზოგადოება ასე სახელმწიფო და ასე შემდეგ მაგრამ აი იმ ბიჭებზე უფრო ვარ მე პირადად გაღიზიანებული უფრო მეტად არა მაგრამ არანაკლებ ანუ არ ვიცი ზოგადად ეს ბიჭები ძალიან საცოდავები არიან იმიტომ რომ ნუ იმას რო თავი დავანებოთ რომ რაღაცა ქურდულ მენტალიტეტს მიყვებიანო თუ რაღაცა და საერთოდ წარმოიდგინო არ აქვს ეთყობა რა არის ქურდული მენტალიტეტი ნამდვილად ცალსახად და მეორე იმაზე მინდა ყურადღების გამახვილება რომ ანუ რეალურად ეს არის ყველაზე ისეთი მდგომარეობა ოპორტუნისტი დამნაშავე რა რომელიც ასე ვთქვათ ეს აქტიურად შეიძლება არ გეგმავდეს დანაშაულს სამართლებრივად რო ვისაუბროთ რა ეხება ბოდიში სამართლებრივი ტერმინი ავიჩამე და რაღაცა ვიმეორებ ამ დანაშაულს მაგრამ ფაქტია რომ დანაშაული იყო რა არ მინდა რომ რაღაცა ისეთი შეფასებითი ტერმინები გამოვიყენო უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ არსებობს ასეთი ცნება ფსიქოლოგიაში ოპორტუნისტი დამნაშავე რომელიც სარგებლობს შემთხვევით და სიამოვნებით ჩადის დანაშაულს ანუ თვითონ შეიძლება ეს არ დაგეგმოს იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა საკმარისად ამისთვის არ იყოს ორიენტირებული ან შინოდეს დანაშაულის ჩადენის ნიჭი რო გავიხსენოთ ხო მაგრამ როგორც კი ეძლევა შესაძლებლობა მაშინვე აყენებს ზიანს სხვა ადამიანს რეალურად ეს ბიჭები ვიღაც ბიჭის ვიდეო ვნახე რომ ვიღაც ბათუმელი ბიჭის ვიდეო რო იყო რომ ანუ დაწერთ ამ ბიჭების სახელები და გვარებიო უნდა დავამტვრიო წლებში თუ რაღაც რა მე არ მინდა რომ ძმაო კაცი გამოვიდა აპირებს ცვლებში დალეწვას და ძალიან სწორად გადავიზიარებ მაგ ბიჭის ვიდეო მეც სხვათა შორის მაგრამ ნუ ეხა ესე ინდივიდუალურად ფიზიკური გასწორების მომხრე არ ვარ ზოგადად ძალიან საცემია იქ ვინც არის ის იმ გოგოდან დაწყებული იმ ბიჭებით დამთავრებული ძალიან საცემია ყველა მართალია ცალსახად მაგრამ ნუ ესე ფიზიკური ანგარიშწორების მომხრე მე არ ვარ იმიტომ რომ მე ამას უარესი შედეგები შეესაძლოა მოყვეს უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ კიდევ ერთხელ ხალხო უბრალოდ ადამიანი ესე მარტივად არ მიდის ამ ქცევამდე არც იმ ქცევამდე რომ ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს მეორე ადამიანს და არც იმ ქცევაზე რომ ამ ყველაფერზე იცინოს იქ იყოს და ხმა ვერ ამოიღოს ყველაფერი გროვდება ნელ-ნელა უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე ყოველთვის რა რომ ჩვენ კი ანუ შესაძლოა ამ ინდივიდუალურ кейსზე მოვიგონოთ რაღაც გამოსავალი ან ციხეში ჩავსვათ ყველა ან თქვათ რაღაცა სოციალური პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია საუკეთესო ვარიანტი თუ ციხესთან ერთად ამ გოგოს შემთხვევაში და ამ ბიჭებზეც აუცილებლად რაღაც სოციალური პროგრამები ნამდვილად ჭირდებათ უბრალოდ აი მაინც მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ჯობია ხოლმე რომ აი ესეთ შემთხვევებში პირველ რიგში ისევ საკუთარ თავებში ჩავიხედოთ და ჩვენ თავს ვკითხოთ რომ აი ჩვენ პატარ-პატარა ქსევებით პატარ-პატარა შესომებით როცა ადამიანებს არ ვიცი ვამცირებთ არ ვიცი რაღაცა ცუდ საქმეს ვუკეთებთ რეალურად სადამდე მიყვავს ეს ადამიანი და როგორ ვუნგრევთ ფსიქიკას ძალიან მაგარი ფილმია ინსპექტორის ზარი ქვია უყურეთ იქ ნახავთ რეალურად პატარ-პატარა უბედურებებით როგორ ენგრევა ერთ ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება ისე რომ ყველა ფიქრობს რომ კაი ნეტა ერთი და თვითონ დაუშავებს რაღაცას და ამ დროს მთელი ადამიანის ცხოვრება ინგრევა იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა ერთდროულად დაუშავა ამ გოგონას რაღაც და ყოველთვის ჯობია ხოლმე რომ პირველ რიგში ჩავიხედოთ საკუთარ თავებში და მივხვდეთ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა შევცვალოთ და უბრალოდ ისევ საკუთარ თავებს დავატანოთ უფრო დიდი ძალა რომ ვიღაც სხვა ადამიანი არ გავაბოროტოთ და გავაუბედუროთ. მადლობა.